გაუტკივარება. ვინმე მიცის ლოყის ნერვი სად გადმოდის? სად? მე მაშინ ანატომიას როცა ვხსნით სამწვერვალს, მაშინ ეს გასწავლეთ. სად გადმოდის თქვა ესე რომ მოდის, გადმოეკიდება, სად გვირგვინისებრი მორჩის წინა კიდეზე, ან ეს რა არის, ტოტის წინა კიდეზე. და მერე სად თავდება ის ნერვი? აქ რა კუნთი გვაქვს? ლოყის კუნთის გარეთა ზედაპირზე. რო ვიცოდეთ. ეხლა თუ გჭირდება ცალკე გათიშო ლოყის ნერვი, შეგვიძლია ეს ნერვი გავთიშოთ? ჰა? აი, სუპინატორი თქვი, ხო სწორად თქვი. სუპინატორი იმას ლათინურად ამბობ, უციკალის ქვია ლოყის ნერვს. ეხლა არსებობს პირშიგნითა და პირგარეთა მიდგომით. მოდი ჯერ პირშიგნითა ვთქვათ. მინდა გავთიშო ლოყის ნერვი. ეს კბილები მინდა თორე თავის ქალას დამატებდი უფრო. აი ესე. ნახეთ, გააღოპაქციეთმა პირი, თავი რა თქმა უნდა გადაწეულია და ორი ხაზის გადაკვეთა მინდა. ერთი ხაზი უნდა გავატარო, იცით სად რაღაც ვერ დავიჭი. ნახეთ სად გავატარებ. ეს რა არის? მოლარები, ხო? მოლარების სახეჭის ზედაპირები, ხო ვიცით? და ესე ხაზი უნდა გავატარო, წარმოსახვითი ხაზია, ხა იქ პირში ამას ვერ გავატარებ. მოლარების სახეჭის ზედაპირი როგორც მიდის, აი ესე გავატარე ერთი ხაზი. და ვერტიკალური ხაზი მინდა. ვერტიკალური ხაზი არის გვირგვინისებრი მორჩის რა წინა კიდეზე უნდა გავატარო ვერტიკალური ხაზი. სადაც ესენი გადაიკვეთება, იქ უნდა გავაკეთო ჩხვლეტა. შპრიცი მიჭირავს მოპირდაპირე მხარეს, ნახეთ როგორ ჰორიზონტალურად და მათი გადაკვეთის წერტილში აი ესე ვუჩხვლიტავ, შევალ 1.5 სანტიმეტრზე 2 მილilitrამდე ანესთეტიკს დავუღრი და გაითიშება ლოყის ნერვი. გასაგებია, გაიწი ერთი წუთით ბავშვებს მინდა დავანახო კაცო. გაწიე ტელეფონი. მაგრამ მე იმიტომ ვაჩვენებ ამას, რომ ამ წუთში შეხედო. გამოიხედეთ ყველა. ეს უჭირს ცოტა ამ ანესთეზიის აღქმა და ვიმეორებ ხელახლა. ესე იგი, ორი ხაზის კვეთა გვინდა. ჰორიზონტალური ხაზი, სად გავატარე? ზედა მოლარების საღეჭ ზედაპირზე და ვერტიკალური ხაზი გვირგვინისებრი მორჩის რაზე წინა კიდეზე. შპრიცი დავიჭირე მოპირდაპირე მხარეს, აი ესე ჰორიზონტალურად და მათი გადაკვეთის წერტილში ვუჩხვლიდე, უნდა რაც შევეხო, ძვალს, რა ძვალია ეს? გვირგვინისებრი მორჩის რომელიც წინა კიდე. წინა კიდე. გასაგებია? ეს არ არის შიგნითა ზედაპირი, თვითონ აი ეს წინა კიდია. შევედი 1.5 და 2 მილილიტრი დავგვარე. გაითიშება ლოყის ნერვი. ანუ როგორ მიჭირავს, იცით? ეს არ ვუჩხოთ. ნახეთ როგორ მიჭირავს. გახსოვთ ესე ჰორიზონტალურად. ეს დიძე უნდა აღებთ, ესე ვერ გააკეთებ ანესთეზიას. ხო, მიხვდით თავიც გადაწეული. ანუ ესე მიჭირავს ჰორიზონტალურად, არც კუთხით, არც დახრილი და არაფერი, მოპირდაპირე მხარეს, აი ესე ზუსტად ჰორიზონტალურად და მორჩის წინა კიდეზე ოღონდ ის ხაზები უნდა იყოს გადაკვეთის წერტილი. მორჩის წინა კიდეზე რამხელა ხაზი შემიძლია გავატარო და ყველგან ხوار და ჩხვლიტავ. ანუ აქ რო გავატარე მოლარების ზედაპირზე ჰორიზონტალური და აქ ვერტიკალური, მისი გადაკვეთის წერტილია. რაც შეეხება პირგარეთას. პირგარეთა მეთოდის დროს ნახეთ როგორი ორიენტირი უნდა ავიღო. ესე იგი, აი ესე უნდა მოვძებნო ერთი ტოტი რო ადის, მოვკიდებ ეს პაციენტს და კარგად გავსინჯა ტოტი. ქვედაყბის ტოტი, ხო. ოღონდ მინდა ტოტის რომელი კიდე მე. ნახე ამ კიდეს ვეძებ. წინა კიდე მინდა. ეხლა ერთი ხაზი უნდა გავატარო, შემიძლია ეს დავხადო კიდეს. ეს რა არის პირის კუთხე. პირის კუთხე. პირის კუთხიდან წავიღო უნდა ეს ხაზი, ყურის სანამდე ამას რა ქვია? ჭავლი. რო იცინეთ ერთხელ ჭავლი, ანუ ყურის სახური. დიახ. ანუ გავატარე ესე, მოდი. ნახეთ. შენი ტრიალე ხო. აი ესე გავატარე ეს პირის კუთხიდან, წავედი ოღონდ ყველგან ხო ვერ წავალ, აი ყურის ჭავლამდე და აი ესე გავატარე ეს ხაზი, გავხაზებ ვთქვათ. აქ მე მოვსინჯე ქვედაყბის ტოტის რომელი კიდე მინდა აქ უკანა წინა კიდე და სადაც ეს წერტილები სადაც ეს ხაზი გადაკვეთავს ტოტის წინა კიდეს
აი იმ წერტილს დავიჭერ და იქ გავაკეთებ აი ესე ჰორიზონტალურად ჩხლეტას. აქაც შევალ 1.5 სანტიმეტრზე და დავხური 2 მილilitrამდე ანესთეტიკს. თქვენ გინდა შიგნიდან გააკეთეთ, გინდათ გარედან. ესეც არ არის გარედან რთული. მიხვდით? პირის კუთხიდან გავატარე ხაზი სანამდე ყურის ჭავლამდე და ქვედაყბის ტოტის წინა კიდეს, სადაც გადაკვეთავს, აი აქ გადაკვეთავს ეხლა. წინა კიდე არ მინდა დავაჭირო, მას გამწიფდება. მიხვდით ხო? ჭავლი აუცილებლად მინდა, თორემ ასე ეს ხაზი შემიძლია ჰა ბიბილოსთანაც გავატარო. გასაგებია, ანუ ეს უკვე ვიცი საიდან სანამდეა. და აქაც ზუსტად მიმართულება იგივეა, სიღრმე იგივეა, ანესთეტიკის რაოდენობა იგივე გახლავთ.